არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ჩემი ხმა საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიებზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებიდან გათავისუფლებების ფორმა, მასშტაბი, დაუსაბუთებლობა, შერჩეული დრო და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ ეს საჯარო მოსამსახურეთა საჩვენებელი სადამსჯელო ღონისძიებებია. ნინო ლომჯარიას თქმით, მოქალაქეები პოლიტიკური მოტივით 20-მდე უწყებიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ფორმალურ საფუძვლად, როგორც წესი, მითითებული არის ხოლმე ხელშეკრულების ბების ვადის გასვლა, მაგრამ რეალურად გათავისუფლდნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვა, ან მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, ან საჯაროდ, მათ შორის სოციალურ მედიაში აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის პარტიული ვერტიკალისათვის კიდევ უფრო მეტ დაქვემდებარებას. აღნიშნული ქმედებები ერთობლიობაში შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც გულისხმობს დევნას ჩადენილ სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.